იყო და არა იყო რა. იყო ერთი ღარიბი გლეხკაცი. ჰყავდა ერთი ოქროს ქოჩრიანი პატარა ბიჭი. იმ ბიჭს ნამდვილი სახელიც ერქვა, მაგრამ ყველანი კოკროჭინას ეძახდნენ. ერთხელ გლეხი ყანაში წავიდა სამუშაოდ. კოკროჭინა გაეტირა, მეც უნდა წავიდეო. მამამ უთხრა, იქ წყალი არ არის შვილო, მოგწყურდება, მარტო წყაროზე ვერ წახვალ და გამაცდენო. არა, არ მომწყურდებაო, დაიჟინა ბიჭმა. მამამაც წაიყვანა. მუშაობს მამა ყანაში. კოკროჭინა კი ტყის პირას ჩიტის ბუდეებს ეძებს. დასცხა, მოსწყურდა, პირი უშრება, ითმინა და ბოლოს ვეღარ მოითმინა. მამი, წყალი მწყურიაო. რა უნდა ექნა მამას? საქმეს თავს ხომ ვერ დაანებებდა. აბგიდან მჭადი ამოიღო და კოკროჭინას უთხრა. აი, ამ მჭადს გავაგორებ და შენ უკან მიხტევი. სადაც ეს გაჩერდება, წყაროც იქ იქნება. მაღლა არა იხედო, ისე დალიე და გამოიქეცი უკან. მიგორავს მჭადი და მისდევს კოკროჭინა. ბოლოს წაიქცა მჭადი და წყაროც გამოჩნდა. მივიდა ბიჭი წყაროსთან. დალია წყალი და აბა რა არის მაღლაო? აიხედა და რას ხედავს? ვაშლის ხედგას და თურა შაული წითელი ვაშლებით არის დახუნწული. კოკროჭინა გახარებული აფოფხდა ხეზე და დაუწყო ვაშლებს კრეფა და ჭამა. სად იყო და სად არა, გაჩნდა ვაშლის ძირას პატარა, მოკუზული, გრჯოლებიანი, კუდიანი დედაბერი. შვილო, მადლის გულისათვის ერთი ვაშლი ჩამომიგდეო. კოკროჭინამ ჩამოუღდო. დედაბერმა აიღო ვაშლი, ერთ ლუკმად შესანსლა და ისევ ასწახა. ის ვაშლი ტალახში ჩამივარდა, კიდევ ჩამომიგდეო. კოკროჭინამ მეორე ვაშლი ჩამოუღდო. დედაბერმა ისიც შესანსლა და შეეხვეწა. ისიც ტალახში ჩამივარდა, შენს გაზრდას დამიწიენ ვაშლის ტოტი, მე თვითონ მოვწყვეტო. კოკროჭინა დაბლა ტოტზე გავიდა და დაუწია. დედაბერმა მოზიდა ტოტი, სწდა კოკროჭინას ფეხში, ჩამოათრია ხიდან, ჩასვა გუდაში, მოუკრა თავი და ზურგზე წამოიკიდა. მიდის, მიკუნკულებს, დაიღალა გუდა მოიხსნა, თვითონ ბუჩქებში გადაუხვია. კოკროჭინამ იფხაკუნა და ამოძვრა გუდიდან. გუდაში რიყის ქვები ჩაყარა, თავი მოუკრა, გაიქცა და ისევ ვაშლის ხეზე ავიდა. დაბრუნდა დედაბერი, მოიკიდა გუდა ზურგზე და ისევ კუნკულით გასწია შინისაკენ. მიადგა თავის ქოხის კარს და დაუძახა რძალს. პატარძალო, გამოიტანე გობსაცერი, ოქროს ქოჩრიანი ბიჭი მოგიყვანეო. გამოვიდა ქოხიდან გობსაცრით ალქაჯი, ხკის სიხარული დაკრაჭუნებს გრჯოლებს. უქნეს თავი გობზე გუდას, მაგრამ გობი მარტო რიყის ქვით გაივსო. სად არის ოქროს ქოჩრიანი ბიჭი? იკითხა მსუნაკმა ალქაჯმა. შერცხვენილი დედაბერი ისევ ვაშლის ხისაკენ წაკუნკურდა. მივიდა ვაშლის ხის ძირას და ისევ დაუწყო ხვეწნა კოკროჭინას. შვილო, გაგეხუმრე. ჩამომიზნი ერთი ტოტი, შიერს ნუ დამტვებ დედაშვილობასაო. არ დაუჯერა კოკროჭინამ, მაგრამ დედაბერმა ისე მოისაწყლა თავი, ისე ევედრა და ეხვეწა, შეებრალა კოკროჭინას, დაუზნიქა ტოტი. დედაბერი სწდა კოკროჭინას ფეხში, ჩამოათრია ხიდან, ჩასვა გუდაში, მოკრა თავი, წამოიკიდა ზურგზე და დაუსვენებლად მიიყვანა შინ. უქნა თავი გობზე გუდას და ოქროს ქოჩრიანი ბიჭი გაუგორა წინ თავის ალქაჯ პატარძალს. ზრდიდნენ და ასუქებდნენ დედამთილი და პატარძალი ამ ბიჭს. ერთხელ დედამთილი თავის საკუდიანო საქმეებზე წავიდა და პატარძალს ჩუმად დაუბარა. დღეს ეგ ბიჭი დაკანი, შემოდი ქვაბით კერაზე და მომიხარშე. კოკროჭინამ ყური მოჰკრა დედაბერის სიტყვებს. გახარებული ალქაჯი დედაბერი წავიდა თუ არა, მაშინვე დანის ლესვას შეუდგა. კოკროჭინამ უთხრა, მომეციեք დანა, გალესვაში მოგეხმარები.
რა იცის მსუნაგმა ალქაჯმა რომ ბიჭმა კუდიანი დედაბერის ნათქვამი გაიგონა. აიღო და მისცა დანა. თვითონ დგას და ნერწს ხლაპავს. გაუქნია ბიჭმა ის დანა ალქაჯს და გააგორა კიტრივით. კუდიან დედაბერს ერთი შავი კატაც ყავდა. საკუდიანო საქმეებში ისეხმარებოდა. სანამ ის იქნებოდა ცოცხალი, დედაბერი ყველგან გამარჯვებული გამოვიდოდა. ატეხა იმ კატამ კნავილი. ისეთი ხმით ღნაოდა, მეორე სოფელში გავიდოდა მისი ხმა. სწდა კოკროჭინა კატას და ისიც ზედ წააკლა ალქაჯს. ნახა ქვაბი თუხთუხებდა, აკუწა ის კატა და შიგ ჩაყარა. ალქაჯი ტახტს ქვეშ დამალა, თვითონ კი სხვენში აწვრა. დაბრუნდა დედაბერი. შორიდანვე დაუწყო პატარწალს ძახილი. ხმას არ ამისცემს. იფიქრა მეზობლებშია გადასულიო. შევიდა შინ, ჩაიხედა ქვაბში და სიხარულით შესწახა. ო, რა სადილი დაუხვედრებია ჩემს პატარძალს. ამოიღო ხორცი ქვაბიდან და დაიწყო ჭამა. ამ დროს სხვენიდან კოკროჭინამ ჭვარპლი გადმოყარა ხორცზე. დედაბერს თაგვი ეგონა და აზახა. ბრტყილა თაგუნიავ თორემ შეგაკანატუნებ. კიდევ ჩამოცვიდა ჭვარპლი. ახლა თავის კატა ეგონა. ციცუნია, ბრტყილა თორემ შენ შეგახრამუნებ. ჭვარპლი ისევ ჩამოცვიდა. აიხედა დედაბერმა და გაშტერდა. სხვენში არაზის პატარა ოქროს კოჭრიანი ბიჭუნა. შემოეყარა გულს. მიხვდა რა ამბავიც იყო მის თავს. აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სხვენში ვერ ავიდა. მაშინ ტკბილი სიტყვების ცადა ბიჭის ხელში ჩაგდება. კოკროჭინა შვილო, მითხარი დედაშვილობას როგორ ახვედი მანდა? როგორ და გავახურე კეცი, დავკარი საჯდომიზე და ამოვხდი. დედაბერი ეცა მაშინვე კეცს. გაახურა, დაკრა საჯდომი, დაწვიტკი დაეწვა და გამწარდა, მაგრამ ახტომით სხვენში რას ახდებოდა. ისევ შეეხვეწა კოკროჭინას. სწორი მითხარი, როგორ ახვედი მანდა? დავდგი საჩეჩელი, დავკარი საჯდომი და ამოვხდი. დაფაცურდა დედაბერი, დადგა საჩეჩელი. საჩეჩელზე დაკრა საჯდომი, მაგრამ ზედ ჩამოეგო, სხვენში კი ვერ ახდა. მაშინ მესამე შეეხვეწა დედაბერი. მითხარი შე არ გასაზრდელო, როგორ ახვედი მანდა, ჰა? სწორი თუ გინდა ეს არის. გავახურე თონე, გადავაფარე ფარდაკი, ვკარ ბუქნიზე და ამოვხდი. დედაბერი თონესთან მივარდა, გაახურა, გადააფარა ფარდაკი, დახტაზე დაგიზგზებულ თონეში ჩავარდა. ჩაიწვა და ამოიბუგა მისი სახსენებელი. ოქროს კოჭრიანი კოკროჭინა კი ჩამოვიდა ძირს, მოუსვა რა ძალდოღონე ქონდა შინისაკენ. მას შემდეგ მამას ყველაფერს უგონებდა.